მოკლედ ხალხო მოგესალმებით. მენტორობიდან კი წავედი, მაგრამ რომ წავედი ძალიან ბევრი ადამიანი უწევს. რა, ვიდეო დაგვიდე, ხო და გადავწყვიტე one model for life რა. ერთი მოდელი შემოგთავაზოთ, რომლის გამოყენება შეგეძლებათ საერთოდ ყველგან რა. და კიდევ ეს mentorship-ი რაც იქნება საერთოდ ახალი. განვიხილო ხოლმე მარკეტს უბრალოდ გავერთობი, რადგან მე თვითონ ეს პროცესი მომწონს, მე თვითონ მომწონს ის, რომ მარკეტს განვიხილავ და ნელ-ნელა გასწავლით თქვენც რა. ეხლა დამწყებები ვინც ხართ, დიდ რომ არ დავკარგოთ და თუ basic-ები სწავლა კიდე შეგიძლიათ ინგლისურად ისწავლოთ, ძალიან მარტივია. როგორ მოძრაობს სტრუქტურა და ასე შემდეგ. თუ არა და მომწერეთ პირადში Discord-ზე და ჩემ ძველ ვიდეოებს ჩაიგდეთ რა, სადაც ახსნილი მოქვს. ეხლა რა უნდა ავხსნა ხომ? პირველ რიგში იმას აგიხსნით ეხლა სანთლები რა არის? სანთლები ასახავს ყიდვას და გაყიდვას, ხომ? გარკვეულ ფასს. სანთლები ასახავს ფასს და დროს. ტრეიდინგში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჯერ დრო და შემდეგ ფასი, რადგან გარკვეულ დროს არის გარკვეული ფასი. და ზუსტად ეს სანთლები გვეხმარება იმისთვის, რომ აღვიქოთ ეს ყველაფერი რა. შემდეგ ამ სანთლებით რას ვაკეთებთ? ხომ ეხლა ჩემთან ეს მწვანე სანთლები არის ბულის სანთლები, ანუ აღმავალი სანთლები, რომელიც ასახავს ფასის გაზრდას და ეს შავი სანთლები არის დაღმავალი სანთლები, რომელიც ასახავს ფასის, ასე ვთქვათ, შემცირებას, ნაკლებობას რა. რა ვიცი, როგორც გინდათ ისე თქვით. შემდეგ ეს სანთლები გვაძლევს საშუალებას აი ესეთი კონცეფტიდან გამომდინარე, რომ ჩვენ წავიკითხოთ სტრუქტურა ხომ უკვე რაც მოხდენილია იქიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ თუ დავინახეთ რომ რაღაც მოძრაობა მოხდა, მაგიდან უკვე რასაც გაასწავლით, მაგიდან ისწავლით ფასის და მარკეტის კითხვას. რაც წავედი რავი, ზოგმა წიგნი დაწერა, ზოგმა ისქნა რა. არ ვიცი რა ხდება მოკლედ ტრეიდინგში. მაგრამ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და ვისწავლოთ ტრეიდინგი. და მე უკვე ვიცი და მე თქვენ გასწავლით. მოკლედ. ეხლა პირველ რიგში პირველი ლექცია რაც იქნება სტრუქტურა რა. სტრუქტურა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სტრუქტურა არის ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, რაღაც რაც კი შეგიძლიათ ისწავლოთ ტრეიდინგში. და ეხლა რა არის სტრუქტურა, ხო? მე თქვენ არ გასწავლეთ რაღაც basic სტრუქტურას, მე გასწავლეთ advanced სტრუქტურას რა, როგორც მე ვხედავ მარკეტს და ეხლა ნახეთ. რა ხდება რა? basic სტრუქტურა რა არის? ხო, კიდე swing high და swing low-ები ისწავლეთ რა, ეს არის swing high, ეს არის swing low. swing high და swing low-ები ოდის წარმოიქმნება, როცა მარცხენა და მარჯვენა სანთელი არის ამ high-ის ქვემოთ, ხო? მარცხენა სანთელი არის ამ შუა სანთლის ქვემოთ, მარჯვენა სანთელი არის ამ შუა სანთლის ქვემოთ. swing high-ზე და swing low-ებზე არის განთავსებული liquidity რა არის? სადაც stop-loss-ებია განთავსებული და მარკეტმა რა უნდა ქნას ორი მიზეზის გამო მოძრაობს, ან მოწოს inefficiency, ან მოხსნას liquidity და რეალურად არის ერთი მიზეზი მარკეტზე თუ რამტომაც მოძრაობს მარკეტი, ხო? დააბალანსოს ფასი. რადგან ყველა ვარიანტში მივდივართ, რომ ფასის დაბალანსებიდან გამომდინარე, მივდივართ ის, რომ ჩახსნას liquidity და შემდეგ, ასე ვთქვათ, ამოუწოს რაღაც inefficiency მარკეტზე. ეხლა ესენი თქვენ თუ შეგიძლიათ ისწავლოთ ძალიან მარტივია swing high და swing low და basic სტრუქტურა რა. მე ეგრევე დავიწყებ უკვე საიდან? უკვე სტარტიდან რა, საიდანაც ნამდვილი სწავლება იწყება. მოკლედ, ეხლა გადავიდეთ ჩვენ. basic სტრუქტურა რა არის, ხო? Low, high, higher low, higher high. მარკეტი უმეტესად მოძრაობს ასე. იკეთებს lows, იკეთებს highs, შემდეგ higher lows, შემდეგ higher highs, ხო? რატომ? რადგან lows და highs რომ იკეთებს, მან ხდება რა? ყიდვები და გაყიდვები. როცა მარკეტი არის ტრენდულ მარკეტში და მიდის ზემოთ და ზემოთ, ხო? აქ რომ პოზიციები შედიან, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ვინც ანუ ასე ვთქვათ ლონგშია, ხომ, გადის პროფიტში. მაგრამ მარკეტმა რა უნდა ქნას, უნდა დაასტოპოს ეგ ხალხი, გამოყაროს პოზიციებიდან და შემდეგ გააგრძელოს მოძრაობა. კიდევ მეორე მიზეზი. ვინც ვერ მოასწრო მაგალითად, აი აქ ვინც ლონგავს, აქ დამბმანი ასე ვთქვათ, სულელები ლონგავენ, რადგან ეს უკვე მარკეტი არის პრემიუმში და მან გალონგვა არის ძალიან სახიფათო. რა უნდა ქნას რა? ინსტიტუციები, ბანკები, რომ შევიდნენ პოზიციებში, მარკეტი უნდა, ასე ვთქვათ, მარკეტმა უნდა ქნას retrace-ი, გარკვეულ ზონაზე, გარკვეულ ფასზე, რომლის ეს კარგი საყიდი ან გასაყიდი ფასი და შემდეგ მაგიდან გააგრძელოს მოძრაობა რა. ეგ უკვე არის dealing range. ასაც გასწავლით. ეხლა ნახეთ. Low და high ვსვამავთ, retrace-ი
შემდეგ continuation low და high რომ გავზომოთ, ხომ? dealing range უფრო კარგად გავუვლით. გვაქვს რა? 50%. 50%-ის ქვემოთ არის დისკაუნტი, მის ზემოთ არის პრემიუმი. ჩვენ როცა გვინდა გავიგოთ დისკაუნტი, უნდა გავზომოთ low-დან high-მდე და როცა გვინდა გავიგოთ პრემიუმი, უნდა გავზომოთ high-დან low-მდე. თუ მარკეტი არის bearish trend-ში, უნდა გავზომოთ high-დან low-მდე, რომ გავიგოთ სად არის პრემიუმი და საიდან დაიწყება გაყიდვები და თუ არის bullish trend-ში, უნდა დავიწყოთ გაზომა low-დან high-მდე, რომ გავიგოთ სად არის დისკაუნტი და შემდეგ ვიყიდოთ უკვე მაგიდან, რა. ეხლა ამაზე რომ არ ვილაპარაკო, რასაც გიხსნით ნენელა და ძალიან ბევრი ვიდეო იქნება, რადგან ნენელა მიყვები, არ ვაპირებ ეს mentorship-ი უცებ დავამთავრო. ნენელა, ვისაც სწავლა გინდათ, გამომღებით და გასწავლით მართლა trading-ს, რა. ეხლა რა ხდება? რა არის ნამდვილი სტრუქტურა, ხო? ჩვენ ავიღეთ low, high, higher low, higher high. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ რაღაც point of interest-ია, საიდანაც მინდა მარკეტი, ასე ვთქვათ, ჩვენი ხედვიდან გამომდინარე, რომ დარივერსდეს რა. რომ მარკეტმა გააკეთოს რაღაც მოძრაობა და დაიწყოს bearish trend-ში, ანუ ქვემოთ მოძრაობა. ეხლა რა ხდება? მარკეტზე რომ გადახვიდეთ თქვენ და შეხედოთ, ხო? დაინახოთ, რომ low, high, higher high და შემდეგ ასე არ ხდება რა. სულ წინ დაუკან მოძრაობს და რეალურად ამ სტრუქტურის წაკითხვა რაღაც დონეზე შეგვიძლია, ხომ? უკვე გამოცდილებიდან გამომდინარე და ცოდნა გამომდინარე და მე მაგას მოგცემთ ცოდნას და გამოცდილება არის უკვე თქვენზე, ხომ? ჩარტა უნდა ივარჯიშოთ და ეს ყველაფერი გატკეპნოთ და დაინახოთ 10,000-ში. ეხლა რა ხდება? გვაქვს ასეთი რაღაც წარმოიდგინეთ რა. ეხლა უცებ დავხატო. ნახეთ. წარმოიდგინეთ, რომ გვაქვს ასეთი რაღაც რა. ეს არის high time frame-ი, time frame-ებიც უნდა იცოდეთ, რა თქმა უნდა, სულ მარკეტს მივყვებით high time frame და low time frame-ზე რა. როგორც გითხარით, ეს არის რაღაც basic trading სასწავლო მასალა რა. ეს არის უკვე advanced მასალა. high time frame-ი და ეს არის low time frame-ი წარმოიდგინეთ. ეხლა რა ხდება, ხომ? ჩვენ low-დან high-მდე გვაქვს ეს dealing range-ით როგორც გითხარით, რომ 50%-ის ქვემოთ არის დისკაუნტი, მარკეტი უნდა ჩამოვიდეს და შემდეგ გააგრძელოს ზემოთ მოძრაობა. რატომ? რადგან მისცემს ინსტიტუციებს და ბანკებს, ასე ვთქვათ, რა ვიცი, კარგი საყიდი ფასი იმისთვის, რომ გააგრძელოს მოძრაობა რა და ისინი გავიდნენ მოგებაში და სხვანაირად არ იყიდიან. ეხლა მაგრამ გვაქვს სტრუქტურა. swing high და swing low-ები, ჩათვალეთ, რომ ეს არის swing low, ეს არის swing high, ეს არის swing low, ეს არის swing high, ანუ ყველა highs და lows დავარქვათ swing high და swing low, ხო? და ეხლა ყველა swing highs და swing lows დავარქვათ short term high ან short term low, რა. სამი რაღაც გვაქვს. short term high, short term low, intermediate high, intermediate low, long term high, long term low. ეხლა ყველა swing highs და swing lows უნდა დავარქვათ ჩვენ short term high ან short term low. ვიწუთით. ეხლა როგორც იცით, swing high და swing low როგორც წარმოიქმნება არის ის, რომ მარცხნივ და მარჯვნივ კონდეს სანთლები, ხო, მის ქვემოთ ან მის ზემოთ. ეხლა წარმოიდგინეთ ამ სტრუქტურაში, advanced სტრუქტურაში ასაც გიხსნით, რომ როცა არის short term low-ები დაგროვილი, ანუ swing low-ები ან swing high-ები, მან და ის liquidity განთავსებული, ხო, მარკეტმა რომელიც უნდა ჩახსნას. ეხლა რა ხდება? ეს low-ები რომ ჩახსნა, აი აქ, ნახე ეს ერთი short term low გვაქვს რა. რა არის short term low? მოკლევადიანი low, intermediate high low, ანუ მოკლევადიანი არა. როგორ გითხრათ, რა ვიცი. intermediate თქვენ თვითონ გადათარგმნეთ რა ინგლისურიდან ქართულზე. დამოუწყდა. long term high და long term low არის გრძელვადიანი low და high-ები. ეხლა რა ხდება? ეს მოკლევადიანი low ან high-ები უნდა ჩაიხსნას და შემდეგ გააგრძელოს ჩვენი ტრენდის მიხედვით მოძრაობა, ხომ? ჩვენი ტრენდი რა არის? bullish. ხომ? high time frame არის bullish. ანუ რას ველოდები ჩვენ, რომ თუ გვაქვს short term low ჩახსნას, ასევე ჩვენი confirmation-ი რა არის? dealing range-ი, სადაც 50%-ზე უნდა ჩამოვიდეს და შემდეგ აქედან გააგრძელოს მოძრაობა. გვაქვს აქ short term low, ანუ ჩვენ აქ არ ვლონგავთ, არც აქ ვლონგავთ. რატომ არ ვლონგავთ? რატომ არ შევდივართ პოზიციაში და რატომ არ ხსნით longs, ხომ?
რადგან ჩვენთვის არის რისკო, რადგან მოვალთ იმას, რომ ჩახსნათ ჯერ short-term low და შემდეგ გააგრძელოს მოძრაობა. ეხლა ყველა lows და highs დავაწერეთ short-term high და short-term low. აბა რომელია intermediate high და intermediate low, ხომ? ან long-term high და long-term low. წეთი კითხვა უნდა გაგიჩნდეთ. ეხლა ნახეთ რომელია. როგორც swing high და swing low-ზე მარცხენა მარჯვნივ უნდა გქონდეთ ქვემოთ ან ზემოთ სამთლები, აქაც ინდივიდუალურად რა. ეხლა ნახეთ, short-term low გვაქვს, რომელიც ჩაიხსნა, რომ ჩაიხსნება, წარმოიშვა კიდევ short-term low, ანუ იგივე swing low და შემდეგ გვაქვს displacement. Displacement-ი market-ს shift-ი და გააკეთა short-term low. ეს short-term low სანამ მესამე short-term low მარცხენა მხარეს არ ჩამოყალიბდება, ანუ წარმოიდგინეთ, რომ გაქვს ასეთი რაღაც რა. აქ intermediate low ვერ იქნება. როცა მესამე short-term low ჩამოყალიბდება და მარცხენა მხარესაც და მარჯვენა მხარესაც მარცხენა მხარეს გაქვს short-term low, რომელიც არის ამ low-ს ზემოთ და მარჯვენა მხარესაც გაქვს short-term low, რომელიც არის ამ low-ს ზემოთ და high-ზე სხვანაირად არის, ეს შუა გახდება intermediate low. ეხლა რა არის intermediate low-ს დამახასიათებელი, ხომ? მოძრაობა. Intermediate low შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კარგი stop loss-ისთვის და დაცული low-ისთვის. კიდევ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ long-term target-ისთვის, ხომ? როცა reversal-ი ხდება და მარკეტი იცვლის ასე ვთქვათ კონდიციას და high ან bullish-დან bearish-ზე გადადის ამ პირიქით. შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც target-ები და intermediate low-ს ან high-ის მოხსნის შემდეგ მარკეტზე ვაჭრობა არის რისკო, რადგან გამოწვეულია ან აკუმულაცია ან reversal. ეხლა გვაქვს short-term high და აქაც short-term high, ხომ? ეს არის შუაში. ეს რა იქნება? ეს იქნება intermediate high, რადგან გვაქვს შუაში. მაგრამ ეხლა კითხვა გექნება ასეთი. რატომ არ იმუშავა? იმიტომ არ იმუშავა, რომ high time frame-ი გაქვს bullish. შენ თუ high time frame-ის საპირისპიროდ ვაჭრობ მარკეტზე, მუდამ დარჩები დამარცხებული, რადგან შენ არ ვაჭრობ. შენ უბრალოდ ეჭიდაობი მარკეტს. ამიტომაც სულ უნდა გახვე high time frame-დან low time frame-ზე რა. ეხლა აქაც. გვაქვს short-term high და აქ არ ჩამოყალიბებული ჯერ short-term high, ხო? ანუ ეს არ გვექნება ჯერ intermediate high. მაგრამ აი აქ როგორც გითხარით intermediate low მოხსნა რა, გადავიდა აკუმულაციაში. ეხლა რა ხდება? short-term high, ეს გამოდის intermediate high. მარკეტმა ეხლა შეიძლება ეს high ჩახსნას, რადგან high time frame-ზე ეს თუ არის 15 წუთიანი ან 1 საათიანი რომ ავიდეთ, აქ იქნება short-term high. ამიტომაც მუდმივად არის time frame-ების ცვლა რა. ეხლა რა უნდა გააკეთოთ? ძალიან ბევრი აღარ ახსნა, რადგან ეს დაწვრილებით ახსნა ნამდვილად არ სჭირდება. გადადით მარკეტზე, გავხსნათ ეხლა 15 წუთიანი ჩარტი, ან 1 საათიანი გავხსნათ და ნახოთ რა ხდება რა. ნახეთ, short-term high, ერთი short-term high, აი აქაც გასვიპა ეს liquidity და ჩამოყალიბა short-term high. ანუ ეს რა არის? Intermediate high. სანამ მარცხნივ არ დაადასტურა, მარცხნივ და მარჯვნივ არ დაადასტურა short-term high-ები, იქამდე intermediate high არ გახდა. ეხლა კითხვა უნდა გქონდეთ ასეთი რა, ეს რატომ არ არის intermediate high? რადგან აქ ნახეთ, ამ high მოხსნა ეს high. მაშინ ეს რატომ არ არის, რადგან ამ high მოხსნა ეს high და ასევე მარცხნივ არ ქონდა short-term high. მაგრამ აი აქ ეს short-term high მოიხსნა და ეს short-term high ჩამოყალიბდა. და ეს high ვერ მოხსნა. ანუ ეს გამოდის intermediate high და აქედან უკვე დაიწყო დროპი ქვემოთ. ეხლა 15 წუთიანზე გადავიდეთ და ასევე ტრენდი რა თქმა უნდა high time frame-ი არის bearish-ი. ჩვენ უბრალოდ რა გავაკეთეთ? retracement-ი როცა მოხდა, დავალაგეთ სტრუქტურა და აქედან გავყევით მარკეტს. ეხლა აქაც რა high time frame-ი არის bearish-ი. ნახეთ? აქ dealing range-ი high-დან low-მდე რო გავზომოთ, ეს არის 50% რა ვიცი თუ ვინა გავზომო. შეხედეთ. ხედავთ? 50% აცდა, დაგვიდოვა intermediate high მაღალ time frame-ზე და წამოვიდა ქვემოთ. ეხლა ამ high-დან ამ low-მდე რო გავზომოთ, საუბრობთ 50% იქნება. კი. აქ 50%-ი ავიდა, ანუ პრემიუმში, საიდან უნდა დაიწყოს გაყიდვა პრემიუმიდან, ხო? დაგვიდოვა short-term high, რომელიც ჩახსნა, გააკეთა short-term high, დაგვიდოვა short-term high, intermediate high, ხო? ეს გამოდის უკვე intermediate high 15 წუთიანზე. ეხლა ნახეთ რა ხდება რა, ძალიან მარტივად. ჩავდივართ 1 წუთიანზე. თუ ვიცით რომ ეს არის უკვე დადასტურებული intermediate high,
მოგცათ displacement-ი და ერთ წუთიანზე უკვე შეგვიძლია შევიდეთ პოზიციაში. დავაყენოთ ჩვენი stop loss-ად მაღალ time frame-ზე, რაც არის დადასტურებული high and low და დავუმიზნოთ რას? Sell side liquidity-ს. ეს არის low resistance-ი რა. ასაც გასწავლით. ჩამოვიდა მარკეტი და იარა შემდეგ ქვემოთ რა. მოკლედ დღეისთვის სულ ეს არის, ძალიან ბევრი აღარ გავაგრძელო. თუ მოგეწონათ, რა ვიცი, გადადით ჩარტზე, ნახეთ, ივარჯიშეთ და ისწავლეთ. მე კიდევ ნელ-ნელა დაგიდებთ ხოლმე ვიდეოებს რა.